აქციის მონაწილეებმა სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს დედაქალაქის მერობის კანდიდატის კახაკავაძის საარჩევნო შტაბი, სადაც რამდენიმე წუთის განმავლობაში დაპირისპირება იყო. იქ იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამის შემდგომ უკვე იყო მცირე დაპირისპირება, თუმცა სამართალდამცველებმა ეს დაპირისპირება მალევე განმუხტეს. გენო პეტრიაშვილი გამოირჩეოდა დღეს ძალიან დიდი აგრესიით აქციის მონაწილეების მისამართით და აქ მყოფ ადამიანებს ჰქონდათ კონკრეტული კითხვები. მასთან ის აღიარებდა თუ არა იმას, რომ საქართველოს დაიწყო ომი და მას არაერთხელ შეახსენეს ევროპული მომავლის მებრძოლმა ახალგაზრდებმა, რომ ის რამდენიმე წლის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. თქვენ ხედავთ, რომ აქციის მონაწილეები ცდილობენ, რომ გადაკეტონ ახლა რუსთაველის გამზირი. სულ რამდენიმე წამის წინ მოვედით ჩვენ ამ ტერიტორიაზე. ამ პერიოდის განმავლობაში სამართალდამცველები რასაკვირველია ტრადიციულად აცილებდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ თავდაპირველად მელიქიშვილის გამზირზე. უნდა აღინიშნოს ის, რომ მელიქიშვილის გამზირი დღეს მთელი დღის განმავლობაში, უпростоრად რამდენიმე საათის განმავლობაში იყო პოლიციის ალყაში. ხედავთ, მცირე დაპირისპირებაა, როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირი გამულელი არის, რომელმაც შეაგინა აქციის მონაწილეებს და ამის შემდგომ დაიწყო დაპირისპირება. როგორც ხედავთ, უკაცრავად რა. არც პოლიციელის ერთ-ერთი მოქალაქე გაყავთ ტერიტორიიდან. მე როგორც ხვდები, ეს არის ადამიანი, რომელმაც აქციის მონაწილეებს შეაგინა და ამის შემდგომ სამართალდამცველებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი გაეყვანათ ტერიტორიიდან. უცნობია ჩემთვის თუ ვინ არის ეს მოქალაქე, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რუსეთის მოქალაქეა, რომელმაც აქციის მონაწილეებს შეაგინა და ამის შემდგომ იყო აქ მცირე დაპირისპირება. გადავინაცვლებთ ისევ რუსთაველის გამზირზე, უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან ვიმყოფებით ჩვენ. ტრადიციულად აქციის მონაწილეები სწორედ ამ ტერიტორიაზე გაჩერდებიან. სწორედ ეს იქნება დღეს ბოლო ლოკაცია, სადაც ტრადიციულად ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ოლიგარქის რეჟიმის რუსულ პოლიტიკას. სამართალდამცველებს მოუწოდებენ აქციის მონაწილეები, რომ დააკავონ ეს ადამიანი, თუმცა როგორც მე მაქვს ინფორმაცია, უბრალოდ განარიდეს მოქალაქე ტერიტორიიდან. ხედავთ პოლიციელების განსაკუთრებულ მობილიზებას რუსთაველის გამზირზე, მსგავსი ვითარება იყო მელიქიშვილის გამზირზე. აქცია იყო დაანონსებული 8 საათზე, თუმცა ამის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო ძალები მელიქიშვილის გამზირზე გაცილებით ადრე გააგზავნა. ყავდათ ადგილზე დაკავების ავტომობილები, რომლებსაც სამართალდამცველები ძირითად შემთხვევაში იყენებენ სწორედ მოქალაქეების დაკავებისთვის. აქციის მონაწილეებს გავესაუბროთ. მოკლედ პოლიციელების რაოდენობა ჩვენ რა თქმა უნდა არ გვეკვირს ალბათ ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა მინდა პირველი დავიწყოთ იმ ვითარებით, რაც ხდებოდა დედაქალაქის მერობის კანდიდატის კახაკავაძის საარჩევნო შტაბში. იყვნენ ქართული ოცნების ლიდერებიც, წარმომადგენლებიც, მათი მხარდამჭერებით, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ თქვენი მისამართი. მათი ამოცნობა ძალიან მარტივია, თუ სამართალდამცველებს რა თქმა უნდა ექნებათ ამის პოლიტიკური ნება. ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა უნდა თქვენთან, ან რატომ მივედით დღეს კახაკავაძის საარჩევნო შტაბთან? მაგ ჩვენი ახალი კერა არის კახაკავაძის შტაბთან. მაგ ყოველდღიურად იმართება აქცია, უნდა გაიმართოს ყოველ შემთხვევაში და ჩვენ იმიტომ მივედით, რომ მაგენს გაუპროტესტოთ და ყოველთვის გავახსენოთ ჩვენი აზრი და ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში. და ასე რომ დღეს იყვნენ კახაკავაძის მხარდამჭერები, აქტივისტები თუ რასაც ქვია, რა ვინებიც იყვნენ. ჩემთვის უცნობი ადამიანები არიან, ერთი ქოცები არიან, რომელიც ჩვენ გვაგინებდნენ დღეს, ლანძღავდნენ, იწეოდნენ ჩვენსკენ, მაგრამ ჩვენ საკმარისად პასუხი გავეცით. ასე რომ აქ კიდევ ახლა წეღან მოვიდნენ რუსები, რომელიც გვაგინებდნენ. ასე რომ აქ დაინახეთ რაც ამისი პასუხიც მიიღეს თქვენი მხრიდან. გავაგზავნებთ მოკლედ ჩვენ საუბარს, პარალელურად გადავინაცვლებთ უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან. მე როგორც ხედავ, რუსთაველის გამზირი არის უკვე გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. რამდენიმე წუთის წინ აქ იმყოფებოდნენ ნიკა კაცია და მისი ძმა, ის იმყოფებოდა ასევე მელიქიშვილის გამზირზე და შემდგომ უკვე მსვლელობით გადმოინაცვლა რუსთაველის გამზირზე. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ კადრში თუ რა ხდება ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიციელები არიან მთელს პერიმეტრზე განლაგებულები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, მათი კუთვნილი ავტომობილები, ასეთი ვითარება ახლა რუსთაველის გამზირზე, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რამდენიმე საათის განმავლობაში ტრადიციულად საკანონმდებლო ორგანოსთან დარჩებიან და ხვალ 7 საათზე ისევ შეკრების ადგილი იქნება ქართული ოცნების მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი. აქ ყოფი ადამიანები, ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მოქალაქეები ამბობენ, რომ ყოველდღიურად დედაქალაქის მერს და მის მხარდამჭერებს შეუქმნიან დისკომფორტს და თავარი ლოკაცია 7 საათზე იქნება ისევ მელიქიშვილის გამზირი, ადგილი, სადაც რამდენიმე თვის წინ სამართალდამცველებმა მათე დევიძე დააკავეს.